გამარჯობა ყველას, ეს ანალიტიკოსის კუთხეა. დღეს უნდა ვისაუბროთ ფენომენზე, რომელიც UFC-ს გულშემატკივრებს მოსვენებას არ აძლევს. ბოლო 10 წლების განმავლობაში დაღესტნელმა და ჩეჩენმა მებრძოლებმა ოქტაგონზე ნამდვილი ტერორი მოაწყვეს. მათი ჭიდაობა, დაუღალავი პრესინგი და კავკასიური ხასიათი ნებისმიერ მეტოქეს აიძულებს ინანოს, რომ საერთოდ სპორტზე შევიდა. მაგრამ როგორც კი ეს ბიჭები მწვერვალზე ადიან, რაღაც უცნაური ხდება. სად ქრება ხამზად ჩიმაევი? სად იყო ხაბიბი თვეების განმავლობაში? კავკასიელი მებრძოლები, რომლებიც კარიერის დასაწყისში კვირაში 3-ჯერ ჩხუბისთვისაც კი მზად არიან, უცებ უხილავი კაცის რეჟიმში დადადიან. მოდით ცივი გონებით, ანალიტიკურად შევხედოთ. რატომ არიან ისინი ასეთი არააქტიურები? ყველამ ვიცით, როგორ ვარჯიშობენ კავკასიაში. იქ სპარინგი ნიშნავს, რომ ან შენ გაიტან ვინმეს, ან შენ გაგიტანენ. დაღესტნური წვრთნები ლეგენდარულია თავისი სისასტიკით. ხაბიბ ნურმაგომედოვი თავად ამბობდა, რომ 23 წლის ასაკში მას მთელი მსოფლიოსთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ UFC-ს დონე იყო. პირველ 2 წელიწადში 5-ჯერ იცხუბა, მაგრამ როგორც კი ტიტულს მიუახლოვდა, სხეულმა პროტესტი გამოუცხადა. ანალიტიკური დაკვირვება. ხაბიბს კარიერის პიკში 2 წელი ჩაუვარდა. გაწყვეტილი მყესები, გატეხილი ნეკნები, ზურგის ოპერაცია. ეს არ არის უიღბლობა, ეს არის ზედმეტი ვარჯიშის, overtraining-ის შედეგი. როცა ყოველ დღე ყლავ ყველას დარბაზში, ადრე თუ გვიან შენივე სხეული გეტყვის, ძმაო, ცოტა დაისვენე, თორე დავიშალე. მაგალითად, მოვსარ ევლოევი დაუმარცხებელია, მაგრამ მისი კამბექები უფრო იშვიათია, ვიდრე ქართულ ქორწილში ფხიზელი კაცი. იგივე სჭირს ანკალაევსაც. მათ სურთ ჩხუბი, მაგრამ ბანკის დროს მიღებული ტრავმები მათ თვეობით აჩერებს. აი აქ იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთი. შეხედეთ ხამზად ჩიმაევს. კაცი 188 სანტიმეტრია, ჩვეულებრივ ცხოვრებაში თითქმის 100 კილოს იწონის და წლების განმავლობაში ცდილობდა ველტერვეიტში, ანუ 77 კილოში ჩატეულიყო. ეს ხომ ფიზიკურად შეუძლებელია. თითქმის 20 კილოს დაკლება ყოველ ჩხუბზე სხეულისთვის იგივეა, რაც მანქანას ზეთის ნაცვლად წყალი ჩაასხა და 200 ატარო. ჩიმაევის მეგობრები ყოფოდნენ, რომ წონის კლებისას ისე ცუდად ხდებოდა, ლაპარაკიც კი შეეუძლა. იმუნიტეტი ნულზე ეცემა, ნებისმიერი ვირუსი კი სასიკვდილო ხდება. სწორედ ამიტომ ხედავთ კადრებს, სადაც ხამზაკი ასავადმყოფოშია ჩხუბამდე 1 კვირით. რატომ არის ეს პრობლემა? აღდგენა. ასეთი წამების შემდეგ სხეულს თვეები სჭირდება ნორმაში დაბრუნებისთვის. რისკი. დანა ვაიტი ეჭინია მათი ჩხუბზე დანიშვა, რადგან არავინ იცის ბოლო მომენტში თირკმლები უმტკნევთ თუ სიცხე აუწევთ. ჩვენ ქართველებს კარგად გვესმის ბრძოლის ჟინი, მაგრამ ანალიტიკა გვეუბნება ერთს. თუ გინდა ხშირად იჩხუბო, უნდა იყოს შენს წონაში. ისლამ მახაჩევიც კი, რომელიც ახლა დომინირებს, წონის კლების გამო ხშირად ვერ გამოდის. ეს ბიჭები დიდები არიან თავიანთი დივიზიონებისთვის და ეს მათ აქტიურობას კლავს. გავაგრძელოთ ჩვენი ანალიზი. თუ პირველ ნაწილში ფიზიკურ ტრავმებსა და წონის კლებაზე ვისაუბრეთ, ახლა გადავიდეთ იმ საკითხებზე, რომლებიც სპორტსმენის ნებაზე კი არა, კალენდარსა და პოლიტიკაზეა დამოკიდებული. აქ საქმეში ერთვება რელიგია და ამერიკული ბიუროკრატია. კავკასიელი მებრძოლების უმრავლესობა მუსლიმია. მათთვის რამადანი, მარხვის, ლოცვისა და სულიერი განწმენდის თვეა. მოდით სპორტული კუთხით შევხედოთ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ პროფესიონალი ათლეტი, რომელიც დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობს და უცებ 1 თვის განმავლობაში მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე არც წყალს სვამთ და არც საჭმელს ჭამთ. ხაბიბი ამბობდა, UFC კარგია, მაგრამ რამადანი ჩემთვის ყველაფერია. ეს ნიშნავს, რომ წელიწადში 1 თვე ისინი სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობენ. ანალიტიკური გათვლა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ 30 დღეა. არა მეგობრებო, რამადანის დროს ვერ გაივლი სრულყოფილ კემპს, სამზადის. მარხვის დასრულების შემდეგ კი სხეულს კიდევ 1 თვე ჭირდება ძალების აღსადგენად. შედეგად კავკასიელი მებრძოლებისთვის წელიწადში 3-4 თვე ამოვარდნილია კალენდარდან. ამერიკელი ან ბრაზილიელი მებრძოლი ნებისმიერ დროს მზადაა, ჩაჯდეს თვითმფრინავში და იჩხუბოს. დაღესტნელები და ჩეჩნები კი ძალიან შერჩევითები არიან. ისინი არასოდეს დათანხმდებიან ჩხუბს რამადანამდე ცოტა ხნით ადრე, ან მაშინვე შემდეგ. ეს მათ აქტიურობს ავტომატურად ანახევრებს. აი აქ კი ნამდვილი სერიალი იწყება. დაღესტანი და ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ყველამ ვიცით, რამდენად გართულდა რუსეთის მოკალაქეებისთვის ამერიკის ვიზის მიღება ბოლო წლებში. ხამზად ჩიმაევის შემთხვევა საერთოდ კლასიკაა. კაცი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩადიოდა აშშ-ში. რატომ იყო ჩიმაევი არააქტიური?
ის მხოლოდ აბუ-დაბიში ჩხუბობდა. UFC-ს მთავარი PPV, ფასიანი ჩვენებები, ამერიკაში ტარდება. თუ ვიზა არ გაქვს, დანა ვაითი ვერ დაგნიშნავს მთავარ ბრძოლაში, რადგან ეშინია, რომ აეროპორტიდან უკან გამოგაბრუნებენ. ამბობდნენ, რომ ჩიმაევს ვიზაზე პრობლემები ჩეჩნეთის ლიდერთან ახლო ურთიერთობის გამო ჰქონდა. ახლა ის ამბობს, რომ დონალდ ტრამპი მოვიდა და პრობლემა მოგვარდაო, მაგრამ ფაქტია, ამ გაურკვევლობამ მისი კარიერის საუკეთესო წლები შეიწირა. მაგომედ ანკალაევი, ზაბიტ მაგომედ შარიპოვი, პავლოვიჩი. ყველა მიწმინა საკუთარ თავზე რას ნიშნავს, როცა ჩხუბი გინდა, მაგრამ ამერიკის საზღვარზე სტოპ გიწერია. ეს არ არის სპორტული მიზეზი, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც კავკასიელ მებრძოლებს აიძულებს, თვეობით იცადონ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ტურნირის ჩატარებამდე. მოდით, ბოლომდე გავხსნათ კარტები. რატომ ხდება, რომ UFC-ს ხელმძღვანელობა, რომელიც ადრე აღფრთოვანებული იყო კავკასიური მანქანებით, ახლა თითქოს ნელ-ნელა გვერდზე იწევს? პასუხი მარტივია: ბიზნესი. დანა ვაითს სჭირდება ჩემპიონები, რომლებიც წელიწადში 3-ჯერ მაინც გამოვლენ და ბილეთებს გაყიდიან. კავკასიელი მებრძოლები კი იდუმალებით მოცული პერსონაჟები გახდნენ. ხან ვიზა არა აქვთ, ხან წონას ვერ აკლებენ, ხანაც რამადანია. დაფიქრდით, რამდენად რთულია ორგანიზატორისთვის იმ მებრძოლის პრომოუშენი, რომელიც წელიწადში ერთხელ ჩნდება. UFC-მ დაიწყო ახალი გმირების ძებნა. სწორედ ამიტომ ხედავთ ალექს პერეირას მსგავს ათლეტებს, რომლებიც ორ თვეში ერთხელ ჩხუბობენ და ნამდვილი სამაშველო რგოლი არიან დანა ვაითისთვის. ჩვენ იშვიათად გვესმის, რომ ხაბიბის გუნდის მებრძოლი ჩხუბზე მოკლე დროში, short notice-ზე დათანხმდეს. ისინი ძალიან ფრთხილები არიან. მათთვის წაგება ტრაგედიაა, ამიტომ ბანაკი უნდა იყოს იდეალური. მაგრამ თანამედროვე UFC-ში, სადაც ტემპი გიჟურია, ეს სიფრთხილე მათვე აზარალებს. მაგომედ ანკალაევი წლებია ელოდება თავის შანსს, მაგრამ მისი პასიურობა და არამედიურობა მას რეიტინგის ჩრდილში ტოვებს. დასკვნა. რა ელის კავკასიურ დომინაციას? მოდით შევაჯამოთ ჩვენი ანალიტიკური ბადე. ტრავმები. სასიკვდილო ვარჯიშების სხეულს ადრეულ ასაკშივე ფიტავს. წონა. ველური წონის გრება იმუნიტეტს ანადგურებს. გაიხსენეთ ხამზატის საავადმყოფოები. რელიგია. წელიწადში მინიმუმ 3-4 თვე ამოვარდნილია კარიერიდან. პოლიტიკა. ამერიკული ვიზა უფრო რთული მოსაპოვებელია ვიდრე UFC-ს ქამარი. როცა ამ 4 ფაქტორს ერთმანეთს დააჯამებთ, მიიღებთ სურათს, სადაც უძლიერესი მებრძოლები ოქტაგონზე უფრო იშვიათად ჩნდებიან ვიდრე ჰალეის კომეტა ცაზე. დიახ, ისინი დომინანტები არიან, როცა გამოდიან, მაგრამ პრობლემა ისაა, როდის გამოდიან. UFC-მ უკვე დაიწყო ახალი რეგიონებზე აქცენტის გაკეთება. ისინი აღარ არიან დამოკიდებული მხოლოდ დაღესტნურ ჭიდაობაზე. ორგანიზაციას სჭირდება სტაბილურობა, კავკასიური ფენომენი კი ზედმეტად არაპროგნოზირებადი გახდა. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან. ეს იყო სიღრმისეული ანალიზი იმისა, თუ რატომ არის კავკასიური შტურმი ასეთი წყვეტილი.